ბატონ დავით, ხო და აი არჩევნებზე ნაწილისგან ჩვენ გვესმის რომ დრო არის ჯერ და შემდეგ იტყვიან თავიანთ გადაწყვეტილებებს. ხელისუფლება ამბობს რომ ეს იმიტომ ხდება რა დირექტივებს მიიღებენ ისინი დასავლეთიდან თუ ევროპიდან თუ ასე შემდეგ, ანუ გარე ფაქტორების ჩარევაზე არის დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია, თქვენ როგორ უყურებთ? სიმართლე გითხრათ, ჩვენ ამ თქვენ ვისაც გულისხმობთ, ისინი პირდაპირ გარეთ იმაზე არიან დამოკიდებულები, იმიტომ რომ აი ამ გავლილმა პროტესტმა აჩვენა, რომ პროტესტანტები, რომლებიც რეალურად გამოხატავდნენ პროტესტს, მათთვის მიუღებლები არიან, როგორც ერთი მხარე, ისე მეორე მხარე. ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ქუჩაში მდგომი ხალხი მხარს უჭერს ამ ოპოზიციას, ხო? ახლა ძალიან ძნელი წარმოსადგენია ხალხს ძირითადად რაც ადარდებს ის პრობლემები, რომელიც არის, ეს ოპოზიცია იმაზე არ ლაპარაკობს ძრაზე, რომ თქვათ ამ ქვეყანაში ცხოვრების გაუმჯობესებაზე კი არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაცას დაასანქცირებენ, ვიღაცას კიდე უფრო პრობლემას შეუქმნიან და ეს არის თურმე ყველაზე დიდი მხარდაჭერა. ანუ ამაში თქვენ ეთანხმებით ხელისუფლებას, რომ გარე ფაქტორებს ელოდებიან, ის ოპოზიცია ფაქტორი მათ არაფერი არ აქვს. ის რაც მათ შედეგი დადეს, დაუწერეს, მოდით ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ცოტა საოცარია ხა ჩავლილი არჩევნებია და შეიძლება ისე ირონიითაც თქვა ხა ავლაბრის მაჟორიტარი ვიყავი ამდენი ხანი და მარტო ჩემი პარტია რომელსაც 0 აქვს ყველა მონაწილე პარტიას ერთი ხმა მაინც აქვს ან ორი ერთადერთი პარტია არის ტრიბუნა რომელსაც 0 აქვს ავლაბარში მეოთხე უბანზე საარჩევნო უბანი რომელიც ცენტრალური ავლაბარი არის და კიდე გურამ ამსნაძე იყო ჩვენთან ერთად სიაში და იმას დარჩელში აქვს 0 ნუ ეხა საკუთარ ადგილებში მაგრამ ნუ გასაგებია ეს ის ხალხია ოპოზიცია რომელიც არჩევნების წინ აცხადებდა რომ ესეთი სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდებაო გაიხსენეთ რომ მანქანები პრეზიდენტიც ამბობდა კაცო რომ გამორიცხულია რამის გაყალბებაო ზუსტად მაგას ვიძახი რომ ეს ჩათვალეს უზარმაზარ მიღწევად იმიტომ რომ გარიგდნენ რეალურად იყო აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე გათვლილი, ეხა გარეთ ელოდებოდნენ სხვა მოვლენებს, სხვა წნეხს. ეხა ტრამპის მოსვლამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ოცნება უსაფუძვლოდ არ ელოდებოდა, რომ ტრამპის შეცვლა, იმიტომ რომ საქართველოზე წნეხი მოიხსნებოდა, იმიტომ რომ მაგ ადამიანს აბსოლუტურად სხვა შეხედულება აქვს სამყაროს მოწყობაზე. ჩვენ ხედავთ, რომ ის ძალისმიერი, იარაღისმიერი მომხრე არ არის, მაინც უფრო ეკონომიკური, რადგანაც ბიზნესმენი არის, ჩვენ ხედავთ, რომ თუნდაც სატარიფო პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს, ეხა ბევრს რაღაც ისე ეჩვენება, რომ თითქოს ლოგიკა არ იკითხება ამ იმაში, მაგრამ სამწუხაროდ ვინც ესე ფიქრობს, ის ზოგადად ვერ ხვდება, რას აკეთებს ეს ადამიანი და საკმაოდ ეფექტური იქნება ეს გარკვეულწილად რაღაცა პერიოდის შემდეგ, იმიტომ რომ ის რომ ამერიკა დღეს უფრო მეც მოიხმარს ვიდრე გაცემს ეს მისთვის სერიოზული პრობლემაა ქართველებისთვის იგივე პრობლემა არ არის ჩვენი ეკონომიკა წყობ ჩვენ უფრო მეც იმპორტს ვაკეთებთ ვიდრე ვყიდულობთ მაგრამ ჩვენ ამერიკელებისგან განსხვავებით დოლარი არ აქვს და დოლარის მოპოვება გვიწევს ანუ კიდე უფრო ძვირი გვიჯდება ანუ ამ ადამიანმა შეცვალა მიდგომა და ეს ოპოზიცია და თუნდაც იგივე მეხუთე პრეზიდენტი ქალბატონი სალომე რომელიც გარკვეულწილად უკვე ესენი დარწმუნებულები იყვნენ რომ დასავლური პროპაგანდა როგორც ყოველთვის ახლა თქვენ გახსოვთ რომ დემოკრატების ხელშია იქ ძირითადად ლიბერალური ხელისუფლებებია და ისინი ტირაჟირებენ რომ უზარმაზარი გამარჯვება იქნებოდა მაგრამ ნუ ახლა რეალურად ჩანდა რომ ტრამპი მოიგებდა მაგ არჩევნებს ოცნებას ეყო გარკვეულწილად გააზრებული პოლიტიკის გატარება არაყოფა აი ამ არჩევნების პერიოდში და როიტყვიან მაქსიმალურად შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება და ის მომენტი რომელიც იყო გარკვეულწილად კრიზისული რომელიც საკმაოდ ცუდი მომენტი იყო ეხა ის საყურებლად ძალიან ცუდია როდესაც შენ უყურებ რომ ვიღაცეები ახალგაზრდობას იყენებენ მათ აღტკინებას, იმიტომ რომ ხო იცით როგორ არის, როცა ადამიანში ამ მეამბოხე სულია და ახალგაზრდები მეამბოხეები არიან, არც ერთ ახალგაზრდას ის რაც მანამდე იყო, არ აწყობს, ეს რო აწყობდეს და ამას რო ეგუებოდეს პროგრესი არ იქნებოდა, ხო ყოველთვის რაღაც შეცვლაზეა, მაგრამ ამაში უნდა იყოს მოძებნილი გონიერი მარცვალი, რომელიც რა თქმა უნდა ამ ოპოზიციას არ გააჩნდა და პროვოკაციულად უწყობდა ხელს რომ მაქსიმალური ესკალაცია ყოფილიყო და ის ახალგაზრდები რომლებიც დღეს არიან დაპატიმრებული რა თქმა უნდა
ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, მაგრამ პროვოკაციის მსხვერპლი უფრო არიან, ვიდრე იმიტომ რომ შენ როცა ვიღაცას ისი მოუწოდებ პროვოკაციის მსხვერპლია? აი თითქოს რაღაცა შეიცვლებოდა, ანუ ოპოზიციის მხრიდან ხდებოდა. ანუ ეს პროვოკაცია დაგეგმა ოპოზიციამ? ნუ აბა საერთოდ ქუჩაში როცა რაღაცა ხდება, სახელმწიფოს საწინააღმდეგო, ხელისუფლების საწინააღმდეგო, ოპოზიცია მონაწილეობს მაგაში, ხო? ანუ თორე ოპოზიციას რომ დოებოდა დაწყნარება, შევიდოდა იმ პარლამენტში და არაფერი ეს არ იქნებოდა.